ყველაზე დიდი უბედურება რამაც იწვევს ღვთის რისხვას ეს არის უზნეო ცხოვრება. უზნეო ცხოვრება, აი დღევანდელი ეს გადაგვარება, რომელიც ესეთი სტრაფით ტემპით მიმდინარეობს საქართველოში, ეს ამერიკანიზაცია თუ დასავლეთიზაცია რა რაც გინდა თუ გინ დემოკრატიზაცია დავარქვე თუ ჭყალებში რა თქმა უნდა რა. ამან მოიტანა უკვე თავისი უკუშედეგი. თავარი ეს რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ესე იგი ეროვნული სულის და ეროვნული მსოფლმხედველობის დაკარგვა. და კაც არ გავს, ქალი ქალს არ გავს რა. თქვენ თვითონ ალბათ დადიხართ ხო თბილისის ქუჩებში ნახეთ რა. თითქმის შიშველები დადიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა ქალები რა. და პირდაპირ გეტყვით რომ აი რატომ დადიან თქვენი აზრით? ეს არის ყველაფერი არის დასავლური მასობრივი კულტურის და უზნეობის გავლენის შედეგი. ეს იმის რომ უკვე ნელ-ნელა გვავიწყებს ჩვენი მშობლიური და ეროვნული რა. ჩვენი წმენასთან რა კავშირი აქვს? მართლმადიდებლური სარწმუნოება და ზნეობა განუყოფელი ერთმეორისაგან რა. აი ჩვენ ზოგჯერ ხედავთ ისეთი რა სასაცილო სურათს რა. ნახევრად შიშველი თითქმის რაღაცა ქალი დგას და ეკლესიის პირჯვარს იწერს რა. ტაძარში. ტაძარში არა, ტაძრის გარშემო. მე მითხრეს შორტებიანი კაცების დადიან. მე მითხრეს რომ ზოგიერთ ტაძარში შემოდიან ეგრეთ წოდებულ შორტებიცაც. ეს არის საშინელი ცოდვა, ეს არის ღვთის ტაძრის შეურაცხყოფა და ამაზე პირველები ვინც აგებენ პასუხს ის სასულიერო პირები, რომლებიც უშვებენ ასეთ ადამიანებს ღვთის ტაძარში. აი ხო ხედავთ ამ ხატს რა, ეს არის საშინელი სამსჯავროს ხატი. დიახ. თუ დაუკვირდებით პირველ რიგებში ვინ არიან რა? უვარგისი სასულიერო პირები, ზოგი ვდელთავარი აი ნახეთ? ანაფორებში არის. დიახ, ვდელთავარიც არის, ვდელიც არის რა. პირველ რიგებში არიან. მოიკითხება ერის გადაგვარება და ესეთი ზნედაცემა უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირებისაგან. აი თქვენ რას ეტყოდით თქვენს ერს, საყვარელ ერს, ქართველ ერს, რომელიც ესე იტანჯება უცოდინრობით, ურწმუნობით, უზნეობით. პირველი და ყველაზე მთავარი, ჩვენ ამ სამყაროში მარტონი არა ვართ. მიუხედავად ყველა მიცოდეს რა, მაღალი ღმერთი ყველაფერს ხედავს და იცის ყველაფერი და იცის ჩვენზე კარგად ჩვენი უბედური მდგომარეობა იცის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელიც წილხვედრი არის საქართველო. აუცილებლად ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენ ეროვნულ ნიადაგზე რა. აუცილებლად ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ისე როგორც უნდა იაზროვნოს მართლმადიდებელი ქართველი ადამიანი რა, საქართველოში დაბადებული. უარი უნდა ვთქვათ დასავლურ უზნეობაზე რა. ყველანაირ ამს ესე იგი სიბინძურეზე რაც იქიდან ესე იგი ნაკადებით მოდის და თითისქნევით რომ გვასწავლიან ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ. როცა პირიქით ქართველმა უნდა ასწავლოს სხვას როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა იბრძნოს ღმერთი და როგორი ზნეობრივი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. რატომ ხდება ესე მითხარით რა? მე ბევრჯერ მithქვამს კიდე ვიმეორებ რა. რომ ეძახით ავსამართლებიან, რომ ეს არის დასავლური ცივილიზაცია. ბევრ რამეში ეს არის დასავლური კანალიზაცია. და არ ჭირდება ჩვენ ეს კანალიზაცია რა. თვითონ თუ უნდათ ბანაობა ამ კანალიზაციაში იბანაონ რა. ჩვენ თავი დაგვანებონ რა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და შევინარჩუნოთ ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება და ზნეობა, მაღალი ზნეობა, რითიც იყო სახელგანთმული ქართველი ერი მსოფლიოში სხვა ერებს შორის. ზნეობრივი ცხოვრებით.